ძველი ჩინური იგავით მინდა დავიწყო დღევანდელი გადაცემა. როგორ შევცვალო სამყარო უკეთესობისკენო? კითხა უკეთესი სამყაროს ძიებით დაღლილმა და იმედ გაცრუებულმა მოწაფემ მოძღვარს. ყოველდღე მოკალი, ერთი მონა, ერთი მრჩეველი, ერთი მსაჯული და ერთი ბელადიო იყო პასუხი. იქვე მეორე კითხვა შეაგება დაბნეულმა მოწაფემ. მაგრამ სად ვიპოვო ყოველდღე ამდენი გასამეტებელი ადამიანიო? შენში საკუთარ თავში მოკალი თითოეული მათგანი, ყოველდღიურად. საკუთარი თავით დაიწყე უკეთესი სამყაროს შექმნა. ამაოდ ეძებ გარე-გარე იმის მიზეზს, რისი მიზეზიც თავად ხარო. ასწლეულებს ითვლის ალბათ ეს და მრავალი მსგავსი შეგონება. ადამიანი კი ისევ გარეთ განაგრძობს დამნაშავეების ძიებას და ყველაფერს აკეთებს, რომ სარკეში არ ჩაიხედოს. საკუთარ თავს არ დააკისროს პასუხისმგებლობა იმ სამყაროს არსებობაზე, იმ გარემოს შექმნაზე, რომელშიც აღმოჩნდა. ადამიანი და გარემო, ურთიერთმიმართება, ურთიერთგავლენები, ურთიერთზემოქმედების შესაძლებლობა და ინსტრუმენტები. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს, ეთერშია შემდეგი გაჩერება. დიდი ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რა დაძაბულ ცვალებად წინააღმდეგობრივ სამყაროში გვიწევს ცხოვრება და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი დამსახურებაა. ჩვენ ვქმნით გარემოს, შემდეგ კი გარემო გვქმნის ჩვენ. რა გვიბრუნდება ბუმერანგივით? ანუ რა გავლენას ახდენს ჩვენივე შექმნილი გარემო ჩვენს ფსიქიკაზე და როგორ გავუმკლავდეთ მის წიაღში გაჩენილ ახალ შიშებს. ამ და სხვა თემებზე მინდა ვთხოვო თავის აზრის გაზიარება ჩვენს სტუმარს, ფსიქიატრ თემურ სილაგაძეს. მოგესალმებით ბატონო თემურ, დიდი პატივისცემით და დიდი სიამოვნებით იმის გამო, რომ მელის თქვენთან საუბარი. ასე რომ ჩემთვის ხართ ადამიანი, რომლისგანაც ბევრ რამეს საგულისხმოს ვიღებ და დავიწყოთ პირდაპირ, რომ არ შეგაძლოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის და ასეთი დახასიათებისათვის. არასდროს არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ჩვენ ვქმნით გარემოს და მერე ეს გარემო ქმნის ჩვენ და არც იმის გამეორებით დავიღლები, რომ ბუმერანგივით გვიბრუნდება ყველაფერი. გაჩაღებულია ცივი და ცხელი ომის კერები ევროპაში, ჩვენს მიერ, ადამიანების მიერ. ვთესავთ ომს და ვიმკით შიშებს შემდგომ. ბირთვული ომის შიში. არის თუ არა ეს იმის დამსახურება, რა გარემოც ჩვენ შევქმნით? კიდევ კარგი, რომ ადამიანს ფსიქიკას აქვს ეგრეთ წოდებული განსვლის უნარი და ვერ ხვდება, რაც წარმოადგენს ატომური ომი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც თუ არ არის მშვენიერი, შეიძლება კაცობრიობა განადგურდეს. ასევე არ უნდა დაიჯეროს ეს, რომ ატომური ომი რა ხიფათს წარმოადგენს, მაგრამ რომ არ იჯერებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე გავლენას არ ახდენს. გავლენას არაცნობიერზე ახდენს, რა საკვირველია, რომ იცით რა, ახალგაზრდებისგან გაიგებ ამას, რომ აი მე იქნება ნეტა და ბავშვები სკოლაშიც კი ახსენებენ ამას. აი ეს შიში, ეს აი დათესილი შიში. იცით, კიდევ არ არის ეს შიში, იმიტომ რომ მაშინ გაცლებით უფრო შემწყნარებელი უნდა იყოს. და აი ადამიანის აგრესიულობა პირიქით მატულობს და მატულობს, რაც რო გადის თითქოს ერთმანეთის მიმართ. ეს კაცთმოყვარეობის პერიოდი, რომელიც იყო, თითქოს უფრო აღარ არის და აღარ არის. და უფრო აი აგრესიული, ცივი ადამიანი ხდება. იცით, მინდა ერთ საკითხს შევეხო, იყვნენ ევდემონისტები, თავიდანვე ძველ საბერძნეთში დაისვა ესეთი შეკითხვა ფილოსოფიური ძალიან განყენებული, აი რა არის ეთიკური? აი კარგი რა არის? ვერ მიხვდեմ, და ჩემთვის კარგი, თქვენთვის სხვა არის კარგი, მისთვის. აბა რა არის კარგი? კარგი ბოლოს შეთანხმდნენ ის არის, რაც სასიამოვნოა. ხო. რომ ჰედონისტურმა მიმართულებამ გაიმარჯვა და თუ კი მე სიამოვნობს, კარგი, თუ არ სიამოვნობს, ეს კი ცუდია. ასე შეიქმნა. მერე ქრისტიანობა, ასკეტური რელიგია ჩაენაცვლა, მაგრამ აი დიდმა განმანათლებლებმა ნელ-ნელა დაიწყეს რელიგიის წინააღმდეგ გამოსვლა და
ეს რუსომ ვოლტერმა შემდეგ ნიჩემ დაამთავრა რომ ღმერთი მოკვდა ღმერთი აღარ არის. ახლა ეს ღმერთის ცნება ყოველთვის ძალიან საინტერესოა. რატო შემოვიდა ეს ცნება და რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ღმერთთან? აი ადამიანი რითი განსხვავდება ცხოველისაგან? ყოველთვის შეება ხოლმე ეგეთი იცით თითქოს ერთი რა მაგას რა უნდა რა თქმა უნდა ცხოველი ადამიანია, თუმცა ცხოველი ზოგიერთი უკეთესად ხედავს, ზოგ ცხოველს უკეთესად ესმის ადამიანზე, ზოგიერთი ცხოველი აზროვნებს, ზოგიერთი ბუდეს ბევრად უფრო ლამაზ იშენებს ვიდრე ადამიანის. და უამრავ რაღაცაში ჯობია, მაგრამ ადამიანი მაინც უკეთესი არის, არა უფრო მაღლად, აბა რა აქვს ადამიანს ისეთი, რომელიც განასხვავებს და კიდევ უფრო წინ თუ წავალთ. ხომ იყო აი უკანასკნელი მაიმუნი, პიტეკანტროფი და პირველი ადამიანი ჰომო ჰაბილის. აი რა განსხვავდა, რატო იყო ის უკანასკნელი მაიმუნი და იმიტომ რა მოხდა? რა მოხდა, აი რამ გააადამიანვა, იმიტომ რომ ჰომო ჰაბილისმა პირველმა ადამიანმა რელიგია შექმნა. ახლა რელიგია ისე არ გაიგოთ, რომ ისლამი და არა, პირველად დამარხა მიცვალებული. ისე ცხოველი მიცვალებულს არ მარხავს ადამიანმა და ეს არის პირველი გამოვლინება რელიგიის. ცივილიზაციის დასაწყისი. აი მაშინ დაიწყო ცივილიზაცია და აი რაღაც განყენებული არსება შეიქმნა ისეთი, რომელიც არის და ჩემზე მაღლა დგას, განუზომლად მაღლა. ეს არის ღმერთი, რომელ რელიგიას ამას არ აქვს, ჯერნიშნობა ერთი ღმერთი, აი საერთო. აი რელიგია რომ შემოვიდა, უკვე გახდა პირველი ბოლო მაიმუნი, პირველი ადამიანი რომ შემოიტანა და რაში ჭირდება, აი რა იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება სამართლიანობა, სამართლიანობის განცდა, რომელსაც ხშირად ვერ აღწევს. არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლება, აქვს რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ძალაუფლება, არის მოდით ძალიან ფორმალურად დიდ ძალაუფლებას დავარქვათ მეფე და დავარქვათ მონა, ვისაც არ აქვს ძალაუფლება. მეფეს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს მონაზე და მონა უნდა იყოს მის სამართლიანობაზე დამოკიდებული. მაგრამ რომ არ არის სამართლიანი, მაშინ რაკნას. მასაც ხო სჭირდება სამართლიანობა. ხო და აი ზუსტად აქ აძლევს რელიგია, რომ არსებობს უზენაესი ძალა, რომელიც აბსოლუტურად სამართლიანია. თეორიული სამართლი. ხო, აი ეს სამყარო და იმიტომ იყო წესრიგი და იმ მეფესაც ყოველთვის აქვს ის რიდი, რომ მე რო ჩავდივარ უსამართლობას, მე ამისთვის პასუხისგებლობა მომიწევს, იმიტომ რომ მე აქა ვარ ძალაუფლებით აღჭურვილი, თორე როგორც კი წავალ, აღარაფერი აღარ ვიქნები. და ვიქნები აბსოლუტურად ისეთი როგორიც მონა. და აი მე როგორ ვაგო პასუხი და ეს იძლეოდა ძალიან დიდ მუხრუჭს. იმ მუხრუჭს, რომელიც ადამიანობას აჩერებდა. ახლა ზოგში კარგად მუშაობს, ზოგში ცუდად, მიუხედავად ის მუხრუჭი ყველა მეფის, მაგრამ ტირანებიც იყვნენ და შედარებით, მაგრამ მეტ ნაკლებად აი ეს დღესდღეობით, აი ეს პოსტულატი ნიჩემ რო თქვა რომ ღმერთი აღარ არის და შემდეგში რომ წამოვიდა ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნიზმის, მოდერნიზმის ნიჩემ შექმნა, მე პოსტმოდერნიზმი საერთოდ არაფერი, ყველაფერი ახლა არის დამოკიდებული იმაზე, რომ მე ვარ და ჩემს მერე აღარაფერი აღარ იქნება. ამიტომ რა უნდა გავაკეთო? ჰედონიზმი უნდა მოვასწრო ყველაფერი. ზღვარგადასული სიამოვნება, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შემრჩება, ყველაფერი, რასაც აქ მოვასწრებთ, რომ იქ აღარაფერი აღარ არის. და აი ესეთი ადამიანი, რომელიც აი ახლა ვცდილობს რომ ყველაფერი მივიღო რამდენიმე წელიწადში და ადამიანი, რომელსაც წარსულზეც ფიქრობს და მომავალზეც, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და ძალიან ბევრი, მე არ გეტყვით ყველაფრის ალფა და ომეგა ეს იყოს, მაგრამ ძალიან ბევრს ხსნის იმ ჩვენ პრობლემებს, რომელიც დღეს აგვაქვთ. და ადამიანი ხომ რელიგიური არსებაა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ათეისტიც კი რელიგიური არსებაა. იმიტომ რომ ადამიანი ხო რელიგიით შეიქმნა, ჰომო ჰაბილის რელიგია და მერე გახდა ადამიანი და ათეისტი რომ არის ადამიანი, მას აქვს ყალბი ფეტიშები. ზოგს კომპიუტერი მიაჩნია ღმერთად, ზოგს პიროვნების უფლებები მიაჩნია ღმერთად, ზოგს სხვა. აი კომუნისტები რო კომუნისტები იყვნენ, რომლებიც აბსოლუტურად ათეისტები, მე არ გიგონებთ კარგები, ცუდები, ამაზე არ ამაქვს ჯერ ლაპარაკი. ისინი იყვნენ ათეისტები და თვლიდნენ რომ ღმერთი არ არსებობს. მათაც ყავდათ ღმერთი. შეუცდომელი არსება ეს კომუნისტური პარტია. ეს აბსტრაქტული რაღაც, რომელიც არ ცდება. არა და კონკრეტული არის პარტია ადამიანებისგან შეგვიდა, თუ კი ადამიანი ცდება. აი ადამიანი შეიძლება შეცდეს. პარტიის ლიდერიც შეიძლება შეცდეს იქ პიროვნების კულტი,
ყველა წარსული ახალი მოსული ძველსაც აკრიტიკებდა და ტრად გამოყავდა ხალხის, მაგრამ თლიანად პარტია არ ცდება. ანუ ღმერთია პარტია. ხო. და ესეც შექმნეს რაღაც უცნაური ის. ან ვისინც რელიგიური არსებები იყვნენ. უბრალოდ ღმერთი თუ ყავდათ. კერპთა ყვანისმცემლები. იგივე არის აბსოლუტურად. თავარი არის ჭეშმარიტ ღმერთს სცემ თუ კერპს. ეს რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ეს არის მიზეზი იმისა, რატომ ჩადის ადამიანი ამას. აი რამ მიიყვანა ადამიანი, გინდა ომამდე, გინდა მკერების გაჩაღებამდე, გინდა თავისივე საზიანო მოქმედებამდე, მაგრამ აი თქვენ როგორც გამოცდილ ექიმს, აი ამ შიშებს გაცნობიერება უშველით მარტო, აი როგორ უნდა დაძლიოს? ყველა ეპოქაში, სხვადასხვა ხალხში და სხვადასხვა ეპოქაში იყო ეგრეთ წოდებული მოთხოვნილება რაღაც გარკვეული გარემოსი თავისი მაცხოვრებლების მიმართ და ყველა ცდილობდა რომ ისე მოეწყო რომელიც მისთვის იქნებოდა მისაღები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხებში დაწყებული ეგვიპტის ფარაონებიდან და ჩინგისხანის და დაუშვათ ატილას ტომებიდან და მეფეებიდან და ყველგან იყო ეგეთი რაღაც მოთხოვნა ჰქონდა და იმის მიხედვით ხდებოდა ფასეულობების შექმნა და ჩამოყალიბება, რომელშიც მარტო ერთ ადამიანს არა, ძალიან ბევრ ჯგუფს, რომელთაც აქვთ გავლენა მასებზე, ცდილობდნენ აი ესეთი მასები და ისეთი კანონები შეექმნათ, რომელიც ამ სისტემას გააძლიერებდა. შეიძლება დღეს ძალიან უცნაურად მოგვეჩვენოს, ძალიან უცნაურად, მაგრამ იმ მომენტში და იმ ხალხისათვის ძალიან მისაღები იყო. ალბათ არიციან ძალიან ბევრმა, რომ აი სპარტელები, რომელსაც დღეს ვიცნობთ ძირითადად იმით, რომ აი სამასის სპარტელი, რომელიც ძალიან სუბიექტურად გადაღებულია, რბილად რო თქვა ეს კინო და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, გარდა ერთისა, რომ ლეონიდე იყო მართლა კარგი პიროვნება, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორით ძალიან კარგი იყო, თუნდაც როდესაც საუბრად მიდიოდა 300 სიახლა. პირადი მცველი. და რო უთხრეს რომ 300 ცოტა იქნებ 1000-მდე მაინც წაიყვანეო, აი პასუხი იყო არ ვიცი, ვერ გეტყვით ეს. გამარჯვებისათვის 10,000 იკმარავდა, სიკვდილისათვის 300-იც მეტიაო. ახლა ანუ მართლა ესეთი მეფური პასუხია და იმ ეპოქისათვის შესაძლებელი ფასეულობისათვის. თუმცა აი ამ სპარტელებში მაგალითად თავად იყო შვილი გაჩენილი იყო ჯამრთელი. და ამ ქმრის იქნებოდა თუ სხვა ეს ამას ართან ნიშნულობა ქმრის არ ქონდა. რაც დღეს ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებრია. ფასეულობა შეიცვალა. აი როგორ შეიცვალა. აი როგორ ის იყო. ძალიან უყვართ ათენის პატიმაზე, დემოკრატიაზე ეს. ჯერ ვინ იყო ადაჯი? აი იყო დემოსი, მაგრამ დემოსი ვინ იყო? დემოს ხალხი და ხალხის მართ, მაგრამ ხალხი ვინ იყო? ხო, ძალიან საინტერესო არის. ათენში 70,000 კაცი ცხოვრობდა. დემოსი აქედან 6,400 იყო. დანარჩენები დემოსები არ იყვნენ, ანუ ხალხი არ იყვნენ. აბა ვიტყვი ოლხები ან ბარბაროსები. ოლხი ბრბო არის. ხო. ბარბაროსი არა ელინი. ანუ ქართველებიც ბარბაროსები ვიყავით. ხო, ოლხები. და დემოკრატია ოლხოკრატიას არ ნიშნავს, ანუ ყველას ხმა არ ქონდა. აი ხმისუფლება და დემოკრატია მხოლოდ იმ დემოსებზე ვრცელდებოდა. და ერთი ძალიან საინტერესო აი პატრიოტიზმი ქართველებიც ხო ბარბაროსები ვიყავით და აიეტი, ბარბაროსი იყო, იმიტომ რომ ელინი არ იყო და ბარბაროსი იყო და აიეტს ყავდა და ცირცე ან კირკე, კირკე ბერძნულად ცირცე, რომაულად ჯადოქარი იყო მედიას მამიდა. ჯადოქარი და სკვითების დედოფალი. როდესაც ოდისევსის თანაგზავრები და ოდისევსი ჩავიდა კირკესთან, კირკეს შეეძლო ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ არსებად ექცია. და ამ გაუმასპინძდა და ცოტა ხნის მერე ღორებად აქცია ეს თანამგზავრები. საერთოდ არსებობს ესეთი ადლერის ძალიან ცნობილი ტესტი, პირველი ასოციაცია, ანუ რო შეხედა პირველი ასოციაცია რა მოვიდა, რომ ჭამდნენ პირველი ასოციაცია ღორი და აი დღეს ელინებიც, ეს ისტორია ვერ პატიობენ ცირცეს, რომ ელინები კოლხმა, ბარბაროსმა, დედოფალმა პირველი ასოციაცია რო დაინახა ღორი მოვიდა, ანუ ღორებად ჩათვალა.
არა ძალიან დაუშვათ საინტერესო დიალოგია ღორად ქცეული ოდისევსის მეგობრის გრილისა და ოდისევსის და კირგიზის. კი ბატონო. ოდისევსი თხოვს რომ ისევ ისევ ადამიანებად აქციე. კი თუ ისინი დათანხმდებიან ღორები ისევ ადამიანად ქცევას მე ვაქცევ. ეს ძალიან საგულისხმო რამ არის დიალოგია შემზარავი და ის ღორები უარს ამბობენ ადამიანებად გადაცემას. თავარი მაინც არის ღირებულებათა სისტემა, ხომ? საფუძველი, რაზეც ვდგავართ, რის გარშემოც ადამიანები ერთიანდებიან, ხომ? აი თქვენ რომ დაგისვათ ასეთი შეკითხვა, რა ღირებულებებზე ვდგავართ დღეს ჩვენ და სად ყალიბდება ჩვენი მომავალი თაობის ღირებულებები? რა არის მთავარი ღირებულებები? საქართველოს დღემდე მოიყვანა ქრისტიანულმა ფასეულობებმა. აი ეს რომ დღეს არის საქართველოს ამ ფორმით, ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანია მთელ სოფლიოში და რაც ალბათ აი აღორძინებამ შექმნა ევროპაში, იგივე საქართველოში შეიქმნა ის ლიტერატურა, ის ხელოვნების სხვა დარგები, მუსიკა იქნება თუ მხატვრობა, ხუროთმოძღვრება, ეს ყველაფერი ეს არის ქრისტიანულ ფასეულობებზე დაყრდნობილი. რომელშიც წამყვანის 10 ცნება, რომ აი როგორი უნდა იყოს ადამიანი, რა ფასეულობები უნდა კონდეს, ეს არის ის ძირითადი ფასეულობები. თუმცა სამწუხაროდ რატო ვერ გეტყვით ეს ესეთი მართლაც აუხსნელი არის, რატო გადაწყვიტეს ევროპის ერებმა თავიანთი გენომის გაჩერება? იმიტომ რომ დღეს აბა გავიხედოთ თედ რიგ ევროპულ ქვეყნებში თითქმის 20-დან 25%-მდე არაევროპული მოსახლეობა არის, მაგრამ ეს კიდევ ერთი მცირე ის არის პრობლემა. მთელი უბედურება ის არის, რომ მომავალი პერსპექტივა არ არის, არ მრავლდებიან, აღარ უნდათ. და ვინქმნის და რითი იქნება გეტყვით, ვინქმნის ცოტა რთული საკითხია, მაგრამ მასმედია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამაში, პიროვნებაზე და გავლენაზე და თანაც როგორც კორნალ ლორენცი ამბობდა მასმედიის მიმართ აი ეს ბრმა რწმენა ადამიანების ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. იმ 8 დიდი ცოდვიდან არის რომ უკრიტიკო დღებულობენ, რასაც იტყვიან მასმედიაში. ეს კორნალმა რო თქვა, მაშინ მასმედია კიდე პატარა იყო. ეს დღევანდელი ის დაახლოებით 60-იანი წლების გასული საუკუნის 60-იანი წლების მასმედიას შეეხება, სადაც რამდენიმე ეხლა რომ ენახა ლორენცს რომ რა უბედურება ტრიალებს, რომ ერთი თეთრსამოს, მეორე შავს და მესამე მწვანეს, ერთი და იგივე ფაქტზე. ამაზე მთლად გადაერეოდა ეს კაცი. ასე რომ და ამ რეალობაში როგორ უნდა გარჩიოს ადამიანმა? ძალიან რთული საკითხია, მესმის ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც საბაზოზე, რაც ეხლა იცით რა არის რაღაც ფასეულობები, რომლებიც 1000 წელი, 2000 წელი დგას და ინახავს. ის რომ პატივი უნდა მამასზე და შვილი უნდა გაზარდო, ეს არის ფუნდამენტი. თითქოს ეხლა იცით რა არის რაღაც ისეთ ჭეშმარიტებას ვამბობ, რომ ეხლა აბა დედა და მამა და შვილი. თუმცა ქალი და კაცი რო ოჯახია, თურმე დღეს ევროპაში დასამტკიცებელი გახდა, თუ კიდე სადაო თუ ვერ გეტყვით ეხლა. აი ეს იმდენად ვერ ხვდებიან კიდე ადამიანები რამხელა უბედურებასთან აქვს საქმე, რომ ეს ის კი არა რომ დაუშვათ ქალის და კაცის ქორწინების გარდა ერთსქესიანი არა, ეს რომ დაუშვეს და ამაზე არის ესეთი საერთოდ ამაზე ფიქრი შეიძლებოდა და დაშვება. მაგრამ დაუშვეს. ოვერტონის სარკმელი არის ესეთი, როგორ უნდა დააშვებინო, მთელი სისტემა არის მათ შექმნილი. აი ეს წარმოუდგენელი როგორ უნდა გახადოთ წარმოსადგენად. ეს შემდეგი ეტაპზე მე დასაშვება. ანუ და იმის შემდგომ კიდევ მისაღებად. ახლა აი ხო მოხდა. ანუ მე რო წავიკითხე ოვერტონის სარკმელი პირველად, ვფიქრე რომ ეს ხო შეუძლებელია. მაგრამ ფაქტია რომ დღეს მოხდა, რომ ვატიკანმა დაუშვა ერთსქესიანი ქორწინება. აი ნუ ის რაც 100 წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგაზე ფიქრი როგორ შეიძლება და მაგაზე მსჯელობა. დღეს რეალობა გახადეს. ანუ თუ კი ეს არის, ალბათ ხვალე კანიბალიზმიც გახდება. მისაღები. ანუ ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ თუ ეს ფუნდამენტალურ საკითხებზე და ამ ძირითად
პოსტულატების შეგვიყვება და აი ვთქვათ, ზუსტად მარადიული ღირებულებები ეწოდებოდა ამას, არა? რაღაც ჭეშმარიტება, რომელიც ამას კაცობრიობა ალბათ მოინელებს, თუ არ მოინელა გადაჩნდება. მაგრამ რაღაცებს ინელებს ხოლმე კაცობრიობა, მაგრამ გარკვეულ დონემდე. ხო, აი რა შეიძლება ხელი შეუწყოს აი ამ მონელების პროცესს, რომ ამასობაში თაობები ისე არ დაშორდნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის ხიდები იცით რა არის? არსებობს ეგეთი წმინდა ადგილი, ცარიელი არასოდეს არ არჩებაო, ვიღაცა იკავებს. აი ამ ლიბერალურ ევროპის ადგილი უცბად ფუნდამენტალიზმმა და ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა არ დაიკავოს. ეს ხდება ხოლმე. ყველაზე ლიბერალური ჩანაცვლება ხდება ყველაზე უფრო აგრესიული ტოტალიტარიზმით. აი როგორც ევროპული ლიბერალიზმი ფაშიზმმა ჩაანაცვლა, ყველაზე უფრო კაცრმა და ყველაზე უფრო დაუნდობელმა. აი ესეთი ის არ განმეორდეს, ესეთი ხო? ამის გაცნობიერებას, ამის შეგნებას რა ჭირდება? განმანათლებლები ჭირდება. და ამ განმანათლებებს უნდა გქონდეთ ადამიანთან მისვლის და გადაცემის საშუალება. იცით რა, რამდენადაც ვითარდება მისვლის საშუალება, ზუსტად პარალელურად ვითარდება რომ არ დაუშვან ეს ბატონო, გეთანხმები. ადრე მე რომ დავიწყე სამეცნიერო მუშაობა 80-იან წლებში ძალიან რთული იყო ინფორმაციის მოპოვება. ვერ წამიგდო მოსკოვში მივდიოდი ბიბლიოთეკაში წიგნი რომ წამეკითხა. და ახლა მაგრამ მაშინ რასაც ვკითხულობდი, როგორც წესი იყო ჭეშმარიტება. იმაში ეჭვი პრაქტიკულად არ მეპარებოდა. დღეს როცა შემოვიდა ეს Google-ის საძიებო სისტემა, ნაირი. ხო. მოხდა ის, რომ ძალიან იოლია, მაგრამ ძალიან საეჭვო ხდება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ვკითხულობ იმდენი ურთიერთგამომრიცხავ რამეს ვხვდებ, რომ რა არის მართალი და რა თუ მე არ გავარჩიე შემდგომში, მე არ ვენდობ. იცით რა მაინტერესებს, აი კონკრეტული პასუხი მაინტერესებს თქვენგან. ერთნაირად რთულად გეჩვენებათ ჭარბი ინფორმაცია და ინფორმაციის დეფიციტი. მე მაგალითად მგონია, რომ ერთნაირად რთულია, როდესაც არ გაქვს ინფორმაცია და როდესაც გაქვს და არ იცი რა არის. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ არა გაქვს ინფორმაცია, ცუდია, თუ ბევრია, მაგრამ არ იცი მართალია, ისიც ცუდია. ის უარესია მე მგონი. და რატომ? იმიტომ რომ თუ არა გაქვს, უნდა ვიპოვო. და თუ მაგ ბევრი და არ ვიცი, შეიძლება მეგონოს და შევცდე და ყალბი მივიჩნიო რეალობად. ციფრულ ეპოქასაც ხომ აქვს თავის თანამდევი შიშები. მაგალითად, თუნდაც იმისა, რომ ადამიანის გარეშე შეიძლება მიაღწიოს აი იმ მანქანურმა სამყარომ წინსვლას და განვითარებას. იცით, ამ 5000 წლის წინ მოხდა ძალიან უცნაური რამე კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, შეიქმნა დამწერლობა. ცოდნის შენახვის ალტერნატიული წყარო და შესაძლებლობა გახდა. ადრე ადამიანი ყველაფერს იმახსოვრებდა და ასე გადასცემდა. და ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ადამიანის გონება ამას ესეც ხო გააპროტესტეს, ჩვენ ვიცით ეს. მე გააპროტესტეს და ძალიან სოკრატეს მაგალითად არაფერი არ დაუწერია. ყველაფერი და სამაგიეროდ პლატონი ყავდა, რომელმაც ბოლო ადამიანი იყო, ვინც ამას შეებრძოლა და დამარცხდა. და ამ პროგრესს ვერ გააჩერე. შემდეგ გუტენბერგმა წიგნი დაბეჭდა და ძალიან იაფი გახადა, თუმცა მაშინაც ებრძოდნენ, ახლა ჭეშმარიტება მანუსკრიპტია, თორე დაბეჭდილ წიგნში როგორ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს. დღეს ციფრული წიგნი შემოვიდა, მაგრამ ეს არაფერი არ არის. ეს უბრალოდ ტექნოლოგიურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს ახლა დაბეჭდილი წიგნი ციფრული წიგნს როგორ გაუძლებს. შეუძლებელია როგორც დაბეჭდილმა წიგნმა მანუსკრიპტი გამოაძევა, ისევე გამოაძევს ამას უნდა შეგუო, მაგრამ უბედურება არის რომ ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა. აი როგორც კი შემოვიდა დამწერლობა, ადამიანის ტვინი დაახლოებით 100 გრამით შემცირდა. ანუ კი არა მოიმატა, დაპატარავდა. რატო არ ჭირდებოდა ამდენი ინფორმაციის დამახსოვრება? ხელოვნური ინტელექტი რომ შემოვა, მე რა დაემართება იმ ადამიანს, ის ხო გაზარმაცდება ნელ-ნელა, როგორც დამახსოვრებისგან გაზარმაცდა, ისე, იმიტომ რომ მეხსიერება არის ერთი ნაწილი და
ხელოვნური ინტელექტი უკვე აზროვნები არის, ანუ ალტერნატიული მეხსიერება კი წიგნი არის ალტერნატიული მეხსიერება და ეს არის ალტერნატიული აზროვნება, ეს უფრო მაღალი გაშუალებული ასახვაა სამყაროს და უკვე სხვათა შორის არის საუბარი ნახევრად ხუმრობით სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ ჩვენს მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს სურს გამოიგონოს ისეთი ენა, რომელიც გაუგებარი იქნება ადამიანებისთვის. და იმ დღეს იყო ძალიან საინტერესო მოხსენება ჰარარისი, რომელიც გამოვიდა დავოსში. ძალიან საინტერესო. მან თქვა, რომ უკვე ხელოვნური ინტელექტის, ანუ ამ ბოტების სამყაროში ჩვენ უკვე გვეძახიან ადამიანებს დამკვირვებლებს. უკვე თავიანთ ენაზე გაჩნდა ახალი სიტყვა. იცით, ერთ გეტყვით ისტორიულ ფაქტს და მეორე ლიტერატურიდან ფაქტს. ისტორიული არის მამელუკების ისტორია. მამელუკების ისტორია ძალიან საინტერესო არის. რა კუთხით? მარტო ის კი რომ მეომრები არა. მამელუკი მონარი ჩვეულებრივი იყვნენ დიდარი შეძლებული სადაურები არ აქვს მნიშვნელობა შეძლებული ადამიანები რომლებსაც გადაწყვეტს რომ პირველად თავისი სამხედრო რაზმები გაეძლიერებინათ ყიდულობდნენ მონებს ასწავლიდნენ ბრძოლას და ისინი იბრძოდნენ იმათ მაგიერ შემდგომში ამ მონებს რა თქმა უნდა ეს მათი ბატონები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მე ვფიქრეს, რომ მოდი ბარემ მამლუკებიდან დამნიშნოთ ხელმძღვანელები და ხელმძღვანელების მამლუკები გახდნენ. მე გადაწყვეტეს ვიცი რა, ბარემ ამ ლოჯისტიკაც მაგათვე მივანდოთ და ლოჯისტიკაც მიანდეს. მე გადაწყვეტეს გადასახადების აკრედიტაციას მაგათ მივანდოთ, ბარემ და ბოლოს ამ მამლუკმა თქვეს, რომ ესენი ნეტა ვინ არიანო. აი ზუსტად. ესენი ნეტა ვინ არიანო. და მამლუკები გახდნენ ყველაფერი და ესენი გაყარეს. რაც იყო უკვე და ხო ნახეთ ეს. რაც შეეხება ლიტერატურაში ალბათ ძალიან ცნობილი არის მაიმუნების პლანეტა. ეს ამაზე ბოკოლაც კი აღარ არის საჭირო. იგივე არის. გაწვეს მაიმუნები და ყველაფერი გადაბარეს იმა და მე მიხვდნენ ესენი ნეტა ვინ არიანო. და როდესაც სტუმრები მასპინძლებზე უფრო მეტნი გახდებიან ისინი მოინდომებენ მასპინძლობას, რომ ბრძანა კონსტანტინე გამსახურდია. ეს კანონი არის. მამათა და შვილთა ბრძოლაზე მინდა ახლა დაგიცვათ შეკითხვა. ყოველთვის იყო დაპირისპირება თაობებს შორის. ყოველთვის იყო უკმაყოფილება შვილების თაობის ახალი თაობით და ყოველთვის იყო პრეტენზია მამების მიმართ. მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი. აი თანამედროვე თქვენ ახლა მამა ხართ, ბაბუა ხართ, მეც ასევე და დღეს რა სურათია? შეიძლება რაღაცა თანამედროვე შტრიხებზე ვილაპარაკოთ ამ დაპირისპირებისა და შესაძლებელია და ხედავთ თუ არა თქვენ აი საგანგებოდ პროვოცირებას ამ დაპირისპირებისა ჩვენ საზოგადოებაში. იცით რა არის აქ იგივე ფასეულობების პრობლემა დგება ხოლმე და იცით არსებობს მარადიული ფასეულობები რომლებიც მამებსაც აქვს და შვილებსაც აქვს და რომელიც აი მამიდან შვილს გადაეცემა იქიდან კიდე თავის შვილს იმიდან შვილს და ასე შემდეგ ეს ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს აი კონკრეტულ ქმედებებს შვილებს ყოველთვის აქვს ესეთი აჯანყების მოთხოვნილება, როდესაც გამოდის, უნდა რომ თვით დამკვიდრება, რომ ისიც მნიშვნელოვანია და ის უნდა გამოვიდეს ბოლოს და ბოლოს. გასაგებია. და ისიც რა არის ამ დაპირისპირებაში ძალიან საინტერესოა მამების როლი. იმიტომ რომ მამას ზოგჯერ არ უნდა იმისი გაგება, რომ შვილი უკვე შემოდის და ეხლა ყველა არ არის რუსთაველის დონის და როსტევანივით ვერ იტყვის, მე გარდავსულ ვარ ვერ ემჭის. ჭირთა უფრო ძნელია და ბოლოს ჩემი ძედავსვათ ხელმწიფედ. ანუ მე უკვე აღარა ვარ ის რა და ჩობს რომ აი ამას ახალგაზრდას მივწეთ კი ბატონო, მაგრამ იმას მართლაც ყავდა ისეთი ძედა, ისეთი ასულიც და ნუ ძე მისთვის იყო ავთანდილი, რომელიც მისი მსგავსი, მისი გაზრდილი, მისი აზრის გამტარებელი და მისი პატივისცემა იქაც ხდება დაპირისპირება და მაგაში ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ანდერძი. როდესაც ამბობს რატო არ უნდა დაემორჩილოს დაუშვათ ხო და მაინც უნდა წავიდეს და სადაც ძალიან ხლა ცალკე სადაც მაინც აკეთებს იმას რაც თვითონ რაც შვილს უნდა და უმტკიცებს რომ ეს გზა სწორია ვიდრე ის გზა რომელსაც მაგრამ ორივე შემთხვევაში მამასაც და შვილსაც აქვს სიყვარული რომელიც
აი მართლა გადაეცა, ანუ ძირითადი ფასეულობები გადაეცა, მაგრამ რაღაც ფასეულობები შვილმა უნდა გააუმჯობესოს, უნდა უკეთესად შექმნას, უკეთესად დაწეროს, უკეთესად ააშენოს, აბა მაშინ პროგრესი აღარ იქნებოდა. ხო. მაშინ ისე ვიცნებოდით გამოქვაბულში. მაგრამ რა კი ცივილიზაცია შეიქმნეს კი შვილების თაობა უკეთესი არის ვიდრე მამების თაობა. ახლა ზოგი მამა ისეთი დაიბადება, ახლა ერთხელ ძალიან ხუმრობით რაიკოვის დივანმა დუშეთის ეუბნებოდა ვაჟა ფშაველას შვილს, რომ არა მამასო შვილი უნდა ჯობდესო. ერთი ათჯერ უთხრა სუფრაზე, მამა შვილი უნდა ჯობდეს და კაცო, მამა შენივით მეტყევი არ ყოფილიყო და ლექსების წერა არ დაეწყო, შეიძლება მეც მეჯობნობა, რა ვქნაო. ეხლა ვაჟა ფშაველას რა უნდა აჯობო, რომელ შვილზე არის ლაპარაკი, მაგრამ მაგაზე ხო არა, მე ზოგადად მამაზე და ზოგადად შვილზე მაგ ლაპარაკი და ეგ ძალიან საინტერესოა, მაგრამ არის ერთი ყოველთვის რაც აი მაინტერესებდა და რა გითხრათ, აბა როგორ გითხრათ, ფასეულობები რა სწრაფად იცვლება ზოგჯერ. რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა ძირითადად ისინი მართლმადიდებლები. ხო და ძალიან ღვთისმოსავი ხალხი იყო. პირობებით ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა. რაღაც 10 წელიწადში საშინელი ხატმებრძოლები და ანტირელიგიურები გახდნენ. 17 წელს თუ ესეთები იყვნენ, 37 წელს ეკლესიებს როგორ ანგრევდნენ, ანადგურებდნენ. ისინი არ იყვნენ. ერთი ეგ და მეორე კაიზერის გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზ მეორის ოფიცერს რომ დაიჭერდნენ, თქვენ რომ ჩავარდებოდა, ხელფასუხდიდან, რაც ალბათ ბევრმა არ იცის. ოფიცერს ფული რაში ჭირდება? უნდა გავიდეს გარეთ, ახალგაზრდა კაცია, იქ რესტორანში შევა, იქ ქალებში აბა რა, მაგრამ სიტყვას უნდა დაედო, რომ ის არ გაიქცევა. და მე კაიზერის ოფიცერს რო თქვენ ჩაიგდებს ნიკოლოზ მეურის ჯარი, იმასაც იგივე და მე რო დამთავრდება ომი, ვინ რამდენი გადაუხდა და მე გასწორდებიან ესენი ერთმანეთი და აი ესეთი ხალხი იყო. ძნელად დასაჯერებელია. კი, მაგრამ აი ამათი შვილები მეორე მსოფლიო ომის დროს, სადღაც 25 წელიც არ არის გასული. ოსვენციმში რა საშინელებებს შადია. აი როგორ შეიცვალა ეს? განა იმითი მამების შვილები არ არიან ესენი? და აი ესეთი ადამიანები, ანუ იქ როგორი ურთიერთობა მტერთან და აქ როგორი? აი მე მაინც კითხეთ აი ღირებულებებზე და კიდევ მინდა რომ გავიმეორო ეს შეკითხვა. დღეს რა ღირებულებებზე ვდგავართ? აი რას ხედავთ? დღეს არის ბრძოლა ღირებულებების. ძალიან აი იცით როგორ თითქმის ეს ჭეშმარიტი ღირებულებები ხანდახან მგონია რომ აი უკანასკნელ აი არმაგედონს რომ ამბობა ხა არმაგედონი კეთილის და აი ზუსტად ამ ღირებულებების ბრძოლა არის. სადაც სოფლიო უნდა გადარჩეს, თუ გაიმარჯვებს ეს ულტრა ლიბერალური ღირებულებები, მაშინ ის ცივილიზირებული ევროპა ალბათ აღარ იქნება. მე ვერ გეტყვით იქ რა იქნება იმის დროს. არა, ეგ ძალიან და 3 წელიწადში და 10 წელიწადში და 20 წელიწადში მაგრამ არც ისტორიისათვის ეს დიდი დრო არ არის. 50 და 100 წელიწადი. და აი რა იქ რა მოხდება უკვე ვერ გეტყვით მე. მაგრამ აი ეს თუ არ გაიმარჯვა იმ რეალურმა ღირებულებებმა. მარადიული ჭეშმარიტებრო ქალმა შვილი უნდა გააჩინოს. ყველაფერი კი ძალიან წარმატებულია, ყველაფერი კარგი არის და უნდა, მაგრამ ქალი ღმერთმა შექმნა იმისათვის, რომ შვილი გააჩინოს და თავარი სიამაყე მე მიმაჩნია ქალისთვის კარგი შვილია. კარგი შვილის გაზდაა. ახლა როგორ გითხრათ, არა? კი, ბევრი ახლა ყველა შევედრებით მარია სკლადოვსკაიას. კი. ის ერთი დაიბადა. მაგრამ მარია სკლადოვსკაია ერთია და 9 ძმა ხერხეულიძის დედა მეორე. ხო, აბა რომელი რომ დავაყენოთ სასწორის პინაზე, რომელი გადასწონის კიდე. როცა ღირებულებათა სისტემა ირყევა იდენტობის რა თქმა უნდა. კრიზისიც იწყება. რა თქმა უნდა. ღირებულებები იდენტობას ქმნიან. შერყეული იდენტობის მქონე, არამყარი იდენტობის მქონე, მოდი თქვათ, გაბზარული იდენტობის მქონე ადამიანი და მისი ფსიქიკა. ფსიქიკა იცით რა არის? როგორ უძლებს ამას? შენ თუ საფუძველი იღებ ხოლმე და გვეშლება ერთი ძალიან ბაზისური ჭეშმარიტება. ამბობენ ხოლმე რომ აი ეს ადამიანი არა, ჩემო, ფასეულობა სხვა არის და ფსიქიკა სხვა არის.
ფსიქიკა ეს არის ის შესაძლებლობები, რომელიც მაქვს ბიოლოგია, რომ მეხსიერება კარგი მაქვს თუ არა, აზროვნება სწრაფი მაქვს თუ არა. აი, ფასეულობას როგორ გამოვიჩინეს, ეს უნდა ჩამომიყალიბდეს და თავარი ის კი არა, აი თუ მე ძალიან ნიჭიერი ვარ, ძალიან ინტელექტუალური ვარ, ძალიან ეს და თუ მაქვს ყალბი ფასეულობები, უფრო საშიში ვხდები. და უფრო ცუდი ვიდრე დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი, იმიტომ რომ მე ვახერხებ და გარწმუნებ სიყალბეში. რომ მოვიდეს სატანა და გითხრას, რომ შენი მეგობარი მოკალიო არაო ეთქვი და შენ უნდა დაგარწმუნოს, რომ შენ სიკეთეს აკეთებ. აი ეს არის მისი ხელოვნება. ანუ მე ყალბი ის რომ შემოვმაქ, რომ გითხრა, რომ აი ეს გააკეთე, რა თქმა უნდა ვარს მეტყვი თავიდან შე. ნუ პროპაგანდის საფუძველს მე ნელა და ეს მთელი ხელოვნება არის. რა თქმა უნდა. და მთელი უბედურება რა არის, რომ დღეს ძალიან ბევრი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი ცდილობს რომ დანერგოს ეს ყალბი ფასეულობანი და ეს მოგწეს ის შეფარვით იმ საფარვლის ქვეშ, რომ დაგარწმუნოს, რომ შენ სიკეთეს აკეთებ. მე სამშობლოს ვიცავ, სამშობლოს ღირსებას ვიცავ. მე კარგი შენ კიდევ არ გესმის ეს და მე ვიწყებ მუშაობას. კი. მე ვარყევ ამ ჩემი ეს არის ოვერტონის სარკმელის პრინციპი, რომ აი ნელა ხოლმე ის სხვა მხრივ ეს ცოტა სხვა მხრივ აი ჯერ უნდა ეჭვი შეგეპაროს როგორ ახლა ბაშპი ცუც საკეთებ აი რა შევაკეთებ ცუც და მე ნელა ეს ნაბიჯი მივდივარ ისეთ მდგომარეობამდე რომ საფუძველი ეცლება მთელ რიგ იმ ჭეშმარიტებებს, რომელზეც ვდგევარ. როდესაც მე შემირყევენ ყველა იმ საყრდენს, რაზეც მე ვდგავარ, მე უკვე ეჭვი მიჩნდება ჩემს თავში, არა, ჩემს ფასეულობებში, ჩემს იდენტობაში და აი გაბზარული იდენტობის ადამიანი და ადამიანის ფსიქიკა რისი გამკეთებელია. ახლა გეტყვით მანდ როგორ თქვენ ახლა მე ამიხსენით ის ვინც ზემოქმედებს. მე ახლა გეკითხებით ვიზეც ზემოქმედებს. ახლა უყურე როგორ არის ეს არის ადამიანების სხვადასხვანაირები და ერთი ის მინდა შემოვიტანო პრობლემა კლიშე არის რა ეს არის მზა პოსტულატი რომელსაც აძლევ ადამიანს და ის ცხოვრობს იმ კლიშეში ეს კლიშე ძალიან მიოლი არის რაღაცას ვეტყვის დაიჯერებს და მე ამ კლიშეში ცხოვრობს და მას ბევრი ფიქრი არ ჭირდება, ბევრი წვალება არ ჭირდება. ნუ ეს კარგია, რატო? ნუ დემოკრატია კარგია, რატო? იმიტომ რომ კარგია. მაგრამ ამ კლიშეს თუ ინტელექტუალური ადამიანს აძლევ, ის ვერ ცხოვრობს ამ კლიშეში. ის კითხვებს ასვავს და კლიშე პასუხი არის უკვე ის შაბლონი, რომელიც მოგცეს, რომ ეს კარგია და თუ დემოკრატია კარგია, მაშინ ყველაფერი, რაც კი აშენებული არის ქვეყნიერება, დიქტატურაში რო აშენდა, რატო არის? წმინდა პეტრეს ტაძარი დიქტატურაში რატო აშენდა? ჰიუგომ დიქტატურის დროს რატო დაწერა ეს ისინი? აი, საბჭოთა კავშირში, როცა დიქტატურა იყო, მაშინ უფრო კარგი ნაწარმოებები რატო იწერებოდა, ვიდრე დღეს, როცა თავისუფლები ვართ? ხო, აი ეს უკვე ის კითხვებია, რომელზეც მრაზდებით, იმიტომ რომ კლიშემ გითხრა, რომ ეს კარგიაო. ეს ცუდია, თურმე რაღაც იქ წინააღმდეგობა იყო რაღაც და ეს წინააღმდეგობის გაძლევდა იმის საშუალებას რომ გეკეთებინა და ეს იყო ის ენერგია. აი ახლა ამდენი ფიქრი არ ჭირდება კლიშეს და რა კი ადამიანების დიდი უმრავლესობა, აბრალ 80-85% ბედნიერად ცხოვრობს კლიშეში. აი ესენი არიან და მიყვებენ და აი 15% ფსიქიკასაც ვკითხეთ. ისინი ვერ ძლებენ ამ კლიშეში, მაგრამ ცოტანი არიან. და ის 15% არის რომ ყალბ კლიშეების შემქმნელებიც არიან ძალიან ბევრი მერკანტილური აი მაშინ დავქნა თორე მარტო ისინი რომ კარგად იქნება შექმნილი ისინი კარგი კლიშეებს შეუქმნიდან დანარჩენებს ვისაც არ შეუძლიათ კლიშის გარეშე ცხოვრება აი კი კარგი იქნებოდა მაგრამ ნუ რა გიყოთ ახლა რთული ვითარება ერთი საკითხი რომელიც ძალიან მაინტერესებს დღეს ჩვენთან განსაკუთრებით მომრავლებული ეს საჯარო ბილდსიტყვაობა საჯარო უხამსობა სკაბრეზი გინება წევლა როგორ მოქმედებს ეს თვითონ ვინც ამას ჩადის იმის ფსიქიკაზე ნორმალურია თუ არა ეს რომ მე მინდა რომ ყველაფერი გითხრა საჯაროდ გაგლანწყო დაგმარხო დაგწევო ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული პასუხი მაგაზე და მიზეზია რა ეს არის ეგრეთ წოდებული ყალბი თვითდამკვიდრება მე სხვა არ შემიძლია სამი დამიტი გამოვიჩიები და ეს ნიშნავს რას აი მე რა ყოჩახი ვარ რა უშიშარი რა ხლა ქუჩაში რო გინები ხლა ეს უშიშრობაა ისე რომ უშიშრობა გრა უზელობაა მაგრამ თქვენ ესე მაწოდებთ აი ეს სვირინგს რო იკეთებენ ხოლმე სახეს
კარგია? არა, არც კარგი, არც ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია, იმიტომ თვით დამკვიდრე, მაგრამ ყალბი ჩემ ახალგაზრდობაში ბავშვები სიგარეტს ეწევდნენ, ბიჭები, რატომ? ეს მიაჩნდა თვით დამკვიდრების ერთ-ერთ ფორმად. რატომ? იმიტომ რომ სპორტში არ ვარგიხარ, სწავლაში. პროტესტია, თაობებს პროტესტი არა, თვით დამკვიდრება, რომ მე ყოჩახი ვარ. ნუ სხვითი ვერ ვიმკვიდრებ თავს. და ამითი დავიმკვიდრებ და იოლი არის. ახლა გინება ძალიან იოლი არის. და ყურადღების მოქცევის მომენტი. ეგეც არის სტერეულობა, ეგ რომ მინდა, მაგრამ სხვითი ვერ მივიქციე. ჭკვით ვერ მივიქციე, იმითი ვერ მივიქციე, გარეგნობით. ან შევიგინები და მომაქცევე ყურადღებას. თქვენ რა გონიათ ეს პაპარაცები რო არიან? მსახიობებს იმდანაც უნდა ყურადღების მიქცევა, რომ კი ამბობენ რომ ეს შემაღონეს პაპარაცებმა, მაგრამ სინამდვილეში უნდათ რომ ოღონდ არ დაივიწყო და თუნდაც პიკანტურ იმაში გადაიღონ და მერე თქვან რომ ეს რა მიქნესო. ალბათ ეს ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ აბზანეთ. ბატონო თემო, უკვე ფინალისკენ უნდა წავიდეთ და ასეთ შეკითხვას დაგისვამთ, როგორც მოქალაქეს და როგორც ექიმს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რას უნდა გაუფრთხილდეთ დღეს ჩვენ, როგორც მოქალაქეები საქართველოს? საერთოდ ყველაზე უფრო მეტად უნდა სხვა ადამიანს გაუფრთხილდე. არასოდეს არ უნდა გაუკეთო სხვა ადამიანს ის, რასაც შენ თავს არ გაუკეთებ. მაგრამ ეს ძალიან რთული და ფილოსოფიური, მაგრამ მეტ ნაკლებად უნდა ატარო, რომ იცით არის თქვენი თავი უნდა დააყენო მის ადგილზე. ეს მე შეგეძლოს. კეთილი და ჩვენს ქვეყანას რა ჭირდება, როგორ ფიქრობთ? აი ამ არეულ სრულიად მოთმინება. სამყაროში. ჩვენ მეტი არაფერი არ შეგვიძლია. მოთმინება და ჭეშმარიტი ფასეულობების პატივისცემა. ჭეშმარიტი ფასეულობების პატივისცემა. ეს იოლი გასაკეთებელი არ არის. იოლი სათქმელია. სათქმელად იოლია, მაგრამ ეგ უნდა მივახციოთ როგორღაც. რა ეს არ დავკარგოთ, რომ არ გადავეშვათ აი იმ ქაოსში. არადა იცი რა არის, საცდუნებელი ძალიან ბევრია. თავარი საცდუნებელი? ჰედონიზმი. სიამოვნება, ადამიანის ხოჭი სიამოვნება მოუსწოს და ასკეტიზმი არის ურთულესი. და რატო ან წარმართული ღმერთებიდან ყველაზე საზიზღარი ღმერთი და მიუღებელი იყო დიონისე. დიონისე ჰედონისტი არის აბსოლუტური. და ყველა ღმერთი მაგრამ ბილწი დიონისე. და ახლა წარმოვიდგინეთ, გეუბნება რომ იქეიფე, გაერთე და ატკბის სიაყალე მიაღწევ ცხონებას და ესენი გეუბნებიან ქრისტიანები რომ დაითრგუნე მაიმარხულე და რატო კაცო აგერ შვენიერ რამეს მეუბნება გაერთე ისიამოვნე და იგივე შედეგი არ იქნება. ამიტომ და რისიაში ასკეტების ყველაზე დიდი ასკეტები საქართველოში დავით ახმაშენელი და მისი გამზდელი იყვნენ. გიორგი ჭყონდიდელი ეს ხო ფანტასტიკური იყო, მაგრამ საოცარი ასკეტი იყო. იმდენად დიდი ასკეტი რომ ეშინოდათ იმის, რომ შეუძლებელი იყო მისი მოსყიდვა. და ასკეტს ხო ვერ მოისყიდი. რა რთულია. ყველაფერი სამაგალითო ნამდვილად ძალიან რთულია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და იმედი მაქვს რომ საინტერესო ბევრი საინტერესო მახვილი გააკეთეთ დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.